მოგიყვებით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალმა და ჰოლანდიური განვითარების ბანკმა FM-ომ გააფორმეს თანამშრომლობის სასესხო ხელშეკრულება და მიღებული დაფინანსება შეადგენს 10 მილიონ აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. ვნახოთ დეტალები უკვე, რომელსაც ანა ჯამაგიძე მოგვიყვება სიუჟეტიდან. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალსა და ჰოლანდიური განვითარების ბანკ FM-ს შორის ლარში დენომინირებული სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში ინოვაციური და მწვანე სასესხო პროდუქტებით მიკრო და მცირე ბიზნესი დაფინანსდება ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სფეროში. ჩვენი კომპანიის ისტორიაში ეს არის ყველაზე მსხვილი გარიგება, რომელიც დაიდო ჰოლანდიური განვითარების ბანკ FM-ოსთან. ცესხის მოცულობა გახლავთ 10 მილიონი დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარში. ცესხი გახლავთ ლარში დენომინირებული, რომელიც ხელშეუწყობს ჩვენს ორგანიზაციას დავაფინანსოთ ჩვენი მომხმარებლები და მათ მივაწოდოთ საჭირო და მნიშვნელოვანი ლარის რესურსი. კომპანია კრისტალი მხარს უჭერს დამწყებ ახალგაზრდა ბიზნესმენებს, გარდაქმნის და ცვლის ამ სეგმენტის ცხოვრებას და ჩვენ სწორედ ამიტომ გვსურს საკმაოდ დიდი ოდენობის თანხით დავაფინანსოთ ისინი. ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა სტარტაპერებს უფრო მეტად გაზრდის და განვითარების საშუალებას მისცემს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის საქართველოს მასშტაბით 40 ფილიალით არის წარმოდგენილი და 700-ზე მეტი ადამიანი ყავს დასაქმებული. ორგანიზაციამ 2007 წლიდან დღემდე 67,000 მიკრომეწარმე და 64,000 ფერმერი დააფინანსა და 260,000 სამუშაო ადგილი შექმნა. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი არის ამ წუთში სიდიდით მეორე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჩვენ საფინანსო სექტორში და მნიშვნელოვანი აღნიშნოს, რომ სესხების 75%, რომელსაც კომპანია კრისტალი გასცემს, არის ზუსტად ეროვნულ ვალუტაში, ლარებში და აი ეს სახსრების, რომელსაც ახლა მიიღებს, ლარებში იქნება გაცემული. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით კრისტალმა კომპანიის რამდენიმე რჩეული მომხმარებელი დააჯილდოვა. მათ შორის იყო მეღვინე ზაზაგაგუა, რომელსაც ჰოლანდიის საგზური გადაეცა. დაგვაჯილდოვეს ერთკვირიანი ბიზნეს ტურით ნიდერლანდების სამეფოში. ვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით კომპანია კრისტალს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი არაერთი ჯილდოს მფლობელია. კომპანიას საქველმოქმედო და სოციალურ პროექტებში დაარსებიდან დღემდე 500,000 ლარზე მეტი აქვს დაბანდებული. ახლა იმედის დილაში რეკლამის დროა და რეკლამის შემდეგ უკვე სტუმრებთან ერთად დავბრუნდებით და ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. დროებით.